ეს მაგას მის? ეს არის ყველაზე ხშირად გადაყრილი ფულის ხმა საქართველოში. იმიტომ რომ 67%-იანი შანსია რა D ვიტამინსაც ეხლა სვამ, ისი არ მუშაობს შენს ორგანიზმში როგორც საჭიროა. იმიტომ კი რომ D ვიტამინია ცუდი. არა, პირიქით, შენ სვამ მას არასწორად. არასწორად D ვიტამინის დალევა იგივე არ რკინის კაცის ჯავშან ჟილეტი. მოირგო იმ მანათობელი რეაქტორის garaში, რის garaში ვერ გაფრინდები. მაგის garashi ეს ჟილეტი იქნება უბრალოდ ჯართი, რომელიც დაგაწვება და გაგჭყლეთს. აი სწორედ ეს შეიძლება ჭყლეტდეს შენს არტერიებს დიდი დოზა არასწორად მიღებული D ვიტამინი. შენს ორგანიზმს აქვს ერთი ჩამრთველი უხილავი, რომელიც შენ არ იცი და ის უხილავი ჩამრთველი გადაწყვეტს D ვიტამინის შენს ორგანიზმში იქნება მეტაბოლიზმის ამაჩქარებელი თუ პირიქით შხამი. ამ ვიდეოში მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგის ერთ-ერთი მაგისტრი ჩვენ ქვეყანაში მოგიყვები, რატომ არ მუშაობს მზეზე სიარული და სირბილი D ვიტამინის დეფიციტისას, რამდენი დოზა ჭირდება ჭარბწონიან ადამიანს და რაც თავარია როგორ, რა ფორმით მიიღო D ვიტამინი მისი მაქსიმალური ეფექტისთვის და ამასობაში D ვიტამინი რომ შხამი არ გამოვიდეს შენს ორგანიზმში. დავიწყოთ პირველი ყველაზე დიდი მითით და ტყუილით. მე D ვიტამინის დეფიციტი ვერ მექნება, იმიტომ რომ გარეთ დავსეირნო მზის გულზე. D ვიტამინის წარმოსაქმნელად ჩვენ გვჭირდება UVB ულტრაისფერი, ისეთი მზის სხივები, რომელიც საქართველოში ჩვენს გეოგრაფიულ ლოკაციაში ნოემბრიდან მარტამდე თითქმის მიუღწეველია. ეს ნიშნავს იმას, რომ D ვიტამინის ქარხანა ჩაკეტილია მარტივი ტესტით. მე თუ გარეთ გავედი და ჩემი ჩრდილი ჩემზე გრძელია, როგორც არის ხოლმე საქართველოში უმეტეს მზიან ზამთრიან ამინდში, ესე იგი D ვიტამინის ქარხანა ჩაკეტილია. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ თუ რუსთაველზე, სულ მზის გულზე, ქალაქის ცენტრში მთელი დღე იჯექი, შენ საჭირო ოდენობა D ვიტამინს მაინც ვერ წარმოქმნი. ამასობაში მნიშვნელოვანია მზის სხივებსაც რომ თავი დავანებოთ და ზედ იმაზე დამსვა, რა ქვია იმას. ეკვატორზე, სადაც მზის სხივები ყოველთვის სასურველ წერტილშია. აქ შემოდის მეორე ნაწილი. მზის სხივებიდან D ვიტამინის წარმოქმნას სასურველია კანის 40% ფართობის მაინც ეხებოდეს. ზამთარში ტიტლიკანა რუსთაველზე არავინ დავრბივართ. გვაცვია ქურთუკი და ღაწვებმა რამდენი D ვიტამინი კი უნდა წარმოქმნას. ეხლა შენი ფიქრებ, კაი, ზამთარში მაქვს სულად საქმე, ზაფხულში რომ მზე დააცხუნებს, მაშინ შევისებ D ვიტამინის წყაროებს. ნუ რას უკაცრავად. როგორც ნახეთ, ზაფხულში რაც უფრო მეტად აცხუნებს მზე, ადამიანები მეტად იყენებენ მზისგან დამცავ კრემებს, რომელიც სწორია და ესე უნდა გააკეთო შენი კანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა სკლად გადასმული მზისგან დამცავი იმ სხივების 90% ბლოკავს და შესაბამისად ეცემა 90%-ით D ვიტამინის წარმოშობის ეფექტურობა. სწორედ ამიტომ აქვს საქართველოში ბავშვების და მოზარდების 25%-ზე მეც, ხოლო ზრდასრულების დაახლოებით 80%-ს D ვიტამინის რაღაც დეფიციტი მაინც. ეხლა გაიფიქრე, კაი, მაშინ წავალ აფთიაქში ვიყიდი სოლგარის D ვიტამინს და პრობლემა მოგვარდება. აი აქ არის მეორე ყველაზე დიდი შეცდომა. შენ შეიძლება წახვიდე და საუკეთესო ბრენდი იყიდო, მაგრამ ის მაინც ვერ მოხვდეს შენს სისხლში და ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი არ გამოგისწოროს, იმიტომ რომ ორგანიზმში შენ ყავს ქურდი, რომელიც D ვიტამინს იფარავს და ეს ქურდი შენივე წონაა. D ვიტამინი არის მეგობრებო ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რაც ნიშნავს, რომ ის ცხიმზე გიждდება. უყვარს პირდაპირ. ცხიმი გვჭირდება, რომ ადეკვატურად შევიწოვოთ და ამასობაში ორგანიზმში ცხიმი შეიძლება გახდეს მისი ციხე. როგორც ნახეთ სტატისტიკურად, ჭარბწონიან ან სიმსუქნის მქონე ადამიანებს საერთაშორისო რეკომენდაციები ჭირდებათ 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტი დოზა, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა რეკომენდებული. ანუ მე შეიძლება ვსვამ D ვიტამინის დოზას, რომელიც დამინიშნა იქიმა, რომელიც ჩემი დეფიციტის გამოსასწორებელია, მაგრამ ამითი 0 სარგებელს ვიღებ. იმიტომ რომ ჩემი D ვიტამინი ცხიმში ინახება როგორც ციხე და აქ ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ ვიცით რომ ჭარბწონიანობა და სიმსუქნე დამარაგებული ცხიმოვანი მასა არ არის მხოლოდ საწყობი. ეს არის აქტიური ორგანო, რომელიც წარმოქმნის ანთების მარკერებს. ციტოკინებს. ეს ციტოკინები მირბიან ღვიძლში და ეფექტურობას D ვიტამინის გარდაქმნის ქვემოწევენ. რაც ნიშნავს იმას, რომ შემყავს ორი მტერი სიმსუქნისას. ერთი ციხე, ცხიმი, როგორც D ვიტამინის მარაგების შემბუჭველი და მეორე ქრონიკული მუდმივი ანთება, რომელიც D ვიტამინის ეფექტურად გარდაქმნას ზღუდავს ღვიძლში და ცრიკმლებში. შესაბამისად, საერთაშორისო რეკომენდაციებით კონტექსტისთვის თუ დეფიციტის დროს არაჭარბწონიან ადამიანებს დაჭირდებოდა დღეში დაახლოებით 5,000-6,000 საერთაშორისო ერთეული, ისე რომ კვირაში 50,000 შეიკრას. ჭარბწონიანი ან სიმსუქნის მქონე ადამიანისთვის რეკომენდაცია მინიმუმ 2 მაგდება 6,000-დან 10,000 საერთაშორისო ერთეულობამდე ყოველდღიურად. კონტექსტისთვის ასევე შემენარჩუნებელი დოზა არაჭარბწონიანი ადამიანისთვის იქნებოდა დაახლოებით 1,500-2,000 საერთაშორისო ერთეული დღეში, ჭარბწონიანი ადამიანისთვის ეს არის დაახლოებით 4,000-5,000 დღეში. ანუ რეკომენდაციები იცვლება და ეხა ეს რასაც ხედავ აქ დასკრინე, ეს ბევრ გამოცდილ ექიმსაც კი ეშლება. ეხა ფიქრობ, გავიგე, დოზას აქვს მნიშვნელობა, ჭარბი წონა მაქვს, სიმსუქნის პირზე ვარ, წავალ და ვიყიდი დიდ დოზას, 5,000-იანს 2-ჯერ დავლევ, 10,000 მივიღებ დღეში.
აქ არის კიდევ ერთი შეცდომა, რიცით ეს მაღალი დოზა D ვიტამინის შენთვის შეიძლება იყოს ტოქსიური, დამაზიანებელი და არა სარგებელი. აქ შემოდის სწორედ ის უხილავი ფაქტორი, რომელიც დასაწყისში გითხარი, რომელიც აკონტროლებს ჩამრთველი D ვიტამინი გარგებს თუ დაგაზიანებს. აი ახლა უფრო ყურადღებით, იმიტომ რომ ეს ის ნაწილია, სადაც შენ შეიძლება შენ თავს ავნო. შენ თუ იღებ D ვიტამინის დიდ დოზებს, ამასობაში აყოლებ კალციუმს შენი ძვლების ჯანმრთელობისთვის, შენი კალციუმი, რომელიც სისხლში დაცურავს D ვიტამინთან ერთად, შეიძლება დამაზიანებელი იყოს სისხლძარღვებისთვის. რა შევა კალციუმი? ის მჭირდება რომ ძვლები, კბილები ააშენოს, გაამყაროს. D ვიტამინის დიდ დოზებთან ერთად მე თუ მაკლია ერთი კონკრეტული ვიტამინი, რომელსაც 2 წუთში გეტყვი, კალციუმი რჩება სისხლში და შენი ძვლების ნაცვლად ამაგრებს და აქვავებს სისხლძარღვებს. სწორედ აქ შემოდის ვიტამინი K, როგორც დამხმარე D ვიტამინის და კალციუმის მეტაბოლიზმში. ანუ ჭკვიანური კომბინაცია კალციუმის მეტაბოლიზმისთვის არის D ვიტამინის დიდი დოზები, დეფიციტის გამოსასწორებლად და ვიტამინი K. მაგრამ აქაც ყურადღებით უნდა იყო. K ვიტამინს აქვს ორი ფორმა, MK7 და MK4 ფორმა. უმეტესობა იაფასიან დანამატებში MK4 ფორმა მაქვს, რომელიც ორგანიზმში 3-4 საათი რჩება, ეს შეოს იმას, რომ დღეში რამდენჯერმე უნდა დავლიო თავისი ეფექტურობა შეინარჩუნოს. მაშინ როცა MK7 ფორმა, იგივე მენაქინონ 7, რომელიც მიღებულია ფერმენტირებული სოიოსგან, მთელი დღე აქვს ეფექტობა, რის გამოც რო აიღებ დანამატს წაიკითხავ ხარ როგორც ორთომლს აწერია, K ვიტამინი, D ვიტამინთან ერთად MK7 ფორმა. ეს არის უნივერსალური, იდეალური კომბინაცია კალციუმის მეტაბოლიზმში, ასევე D ვიტამინის დახმარებაში, რომ მან საბოლოო ჯამში შეასრულოს ის, რაც მჭირდება. კალციუმა გაამაგროს ძვლები, კბილები და არა ჩემი სისხლძარღვები, ანუ არ გამოვიწიოთ კალციფიკაცია. K ვიტამინმა სხვა მუღამი წამოიღო. აი ესეთი ძიმეწონიანი მოთამაშე არის საქმეში, სადაც ყველა კომბინაცია ერთად არის. კალციუმი ძვლების ჯანმრთელობისთვის, D ვიტამინი და K ვიტამინი. აი ეს არის ის ოქროს ბალანსი, რომელიც მჭირდება და ეგ ბალანსი შეიძლება სხვასაც აქვს დასული, უბრალოდ მე ეს ბრენდი მომწონს. მიყვარს ფაზდაკლავების ხშირად არის PSP-ში ამას და უბრალოდ იცოდა რომ თუ D ვიტამინის ღრმადების დიდი გაგ მაინდა-მაინც ფაზდაკლავს უნდა ელოდები თვის ბოლოს PSP-ში თავს მოიკლო, გეხოცები წადიიღი და აუცილებლად გაამართლებს ჩადებული ფული შენი ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ეს არის ბაზისი ადამიანის ჯანმრთელობის, ძვლების ჯანმრთელობის. Კაი, რა გავიგე, მნიშვნელოვანია D ვიტამინი K ვიტამინთან ერთად, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მინერალი, რომლის გარეშეც შენი D ვიტამინი ეფექტურად ვერ გარდაიქმნება. მეორე ჩამრთველი, რომელიც D ვიტამინს ღვიძლში თავის ეფექტურ ფორმად გარდაქმნას შეხმარება, არის მაგნიუმი. აი აქ შემოდის საქმეში ჩვენი კაპიტანი ფიური. ანუ სამეული შეიკრიბა მეგობრებო. D ვიტამინი, K ვიტამინი და მაგნიუმი. სწორედ იმიტომ რომ D ვიტამინთან ერთად ადამიანებს სტატისტიკურად მაგნიუმის დეფიციტით აქვს, უბრალოდ ამას არავინ თვალისწინებს. ეს სამეული იდეალურია სწორედ ამ დოზებით. ყოველდღიურად დაახლოებით 2000, 4000 საერთაშორისო ერთეული D ვიტამინის. პლუს 100 მიკროგრამი K ვიტამინის და ამასობაში დაახლოებით 200-400 მილიგრამი მაგნიუმის. გლიცინატი, ციტრატი, კარგად შეწოვადი ფორმა. ეს ახლა დასკრინე და ექიმთან რომ მიხვალ დაუნიშნე. Კაი, ახლა სერიოზულად, შენ შეიძლება სამივე დალიო, უბრალოდ მაინც ვერ მიიღო ეფექტი მაქსიმალურად რა თანხაც და დროს დახარჯე. აი ესე ოსტატურად გადავედით D ვიტამინის განსხვავებულ ფორმებზე. შევედი აფთიაქში და დამხვდა ჯადოსნობა. ყველანაირი D ვიტამინი დევს დახლზე. წვეთები, ტაბლეტები, D2, D3, ის რეალურად რომ უნდა არჩიო. ეს სამი წესი დაგეხმარება აფთიაქში ნავიგაციაში რომ არ დაიბნე D ვიტამინის არჩევისას პირველი, რასაც თვალდახუჭული აკეთებ D3 ვიტამინს ირჩევ, ქოლეკარციფეროლს და არა D2 ვიტამინს. გარდა იმისა, რომ D2 ვიტამინი ნაკლებად ეფექტური ფორმაა და ორგანიზმში გარდაქმნები ჭირდება, სანამ ეფექტურ ფორმას მივიღებთ, D2 ასევე შეიძლება იყოს ეჭვიანი ცოლივით. არა მარტო გაზარდოს დრო, არამედ დაიკავოს ადგილი D3-ის. შესაბამისად, კვლევებით ვიცით D2 ბენეფიტი D3-თან შედარებით იმდენად დაბალია D2-ს არც ვფიქრობ საკვებიდანაც მიიღებ მცენარეულ საკვებიდან D2 ფორმას, ასე რომ D3-ზე კონცენტრირდი. წესი ნომერი 2, შეწოვადობა. რომელი ფორმა შეიწოვება ყველაზე კარგად D ვიტამინის? პირველი, ყველაზე ნაკლებად რეკომენდებული ეს არის კაფსულები, რომელიც ცხიმში ხსნადი თავად არ არის. რახან D ვიტამინია ცხიმში ხსნადი, თუ კაფსულას აირჩევ, მაშინ აუცილებლად ცხიმიანი საუზმე დააყოლა ზემოდან.
მეორე ფორმა, რომელიც არის ჩემი არჩევანი, ეს არის ზეთოვანი, წვეთების ფორმა, სადაც ცხიმი და D ვიტამინი უკვე ერთად არის, რაც ნიშნავს იმას, რომ შეწოვადობა ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა ველოდოთ დღის განმავლობაში, პირველად უფრო გაიზრდება და მესამე, ყველაზე ულტრა მაღალი დონის ფული თუ გასხამს რომ უნდა იყიდო ეგ ფორმა, ეს არის ლიპოსომალური ფორმა, რომელიც ტოპია შეწოვადობის ნაწილში. დღეს მეც არ მიყიდია, მაგრამ სადაც შეხვდა იცოდა რომ ტოპია. მიუხედავად ამისა, რომ მე D ვიტამინი დავლიე, სწორი ფორმა დავლიე, შეიძლება არასწორ დროს დავლიე. მე თუ სვამ D ვიტამინის დიდ დოზას საღამოს, იცოდა რომ შენი ცირკადული რითმისთვის D ვიტამინის მიღება ნიშნავს რომ მზეა, გაგანია შუა დღეა. შენ დაგავისყლა დალიე ღამის 12 საათზე და მე გვიზავს ჭოტივით შუაღამე. იმიტომ რომ D ვიტამინის და მელატონის შორის შეიძლება ნეგატიური კავშირი იყოს, რაც ნიშნავს მელატონინი ღამის და ძილის ჰორმონია, D ვიტამინი მზეა, გაგანია სიცხეა, ერთმანეთთან ვერ მეგობრობენ. ამიტომ D ვიტამინი ყოველთვის დღის პირველ ნახევარში და მეოთხე შეცდომა, რომელსაც ძალიან ხშირად ხედავ რომ უშვებენ, არის დიდი D ვიტამინის დოზა 20,000-იანი, 10,000-იანი ერთხელ კვირაში და მთელი კვირის მარაგებს შემივსებს. D ვიტამინს არ უყვარს ერთიანად მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის, ერთი შეწოვადობაც მცირდება და მეორე შენი ჰორმონალური ბალანსისთვის უფრო უკეთესია დოზებად გადაანაწილო კვირის განმავლობაში ყოველდღიურად. ზოგჯერ ადამიანებს ეზარებათ ყოველდღე D ვიტამინს რა დამალევინებს და ვსვამ ერთხელ კვირაში დიდ დოზას. ბევრად უფრო ეფექტურია D ვიტამინის დეფიციტის შევსება ადეკვატური დოზებით ყოველდღიური მიღებით. რომ შევაჯამოთ მზე გატყუებს, ცხიმი D ვიტამინს კპარავს და D ვიტამინის მიღებისას მნიშვნელოვანია ფორმები, დოზირება და დრო. ამიტომ ეხა საბოლოო ჯამში შენ D ვიტამინის გამოსწორება არის დამოკიდებული ინდივიდუალურ ანალიზებზე, მიმართე ექიმს. ოღონდ ექიმს რომ მიმართავ, სწორი კითხვები უნდა დაუსვა. სწორი კითხვებისთვის ეს ვიდეო უნდა შეინახო, გადახედო და ექიმთან ვიზიტამდე სწორი კითხვები მოინიშნო, რაც უნდა დაუშვა. ეხა თუ მივხვდი D ვიტამინის ფორმის არჩევისას, ყიდვისას და მე დალევისას თავი რატო გტკივდებოდა, ესე იგი ჩემი არხის გამოწერის დროა.